უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის შემდეგ აქციზის გადასახადის შესაძლოა ეგრეთ წოდებულ გადასახვა თამბაქოზე, იგივე თუთუნზეც გაიზარდოს, ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ბოლო მძიმე კვლევების ფონზე ორგანიზაცია სწორედ ამ გზით ესახება მწვერვალთა რაოდენობის შემცირება. ჯერ უცნობია გაითვალისწინებს თუ არა რჩევას მთავრობა და შეიტანს თუ არა ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. გადაწყვეტილების მიღებამდე თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი. უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის გაძორების შემდეგ თუთუნზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თამბაქოს ბაზარზე კონკურენცია იზრდება, მას შემდეგ რაც ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი გაძვირდა, მწვერვალთა ნაწილმა მისი ჩანაცვლების ალტერნატიულ გზად თუთუნი აირჩია. მომხმარებლები შეუფუთავ თუთუნს ყიდულობენ და თავად აფასოებენ. საბოლოო ჯამში კი ერთ კოლოფ სიგარეტზე თითქმის 4-ჯერ ნაკლებ თანხას იხდიან. რაც სიგარეტი გაძვირდა, გაიზარდა მოთხოვნა დაახლოებით 20-25%-ით. საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, რამაც ბოლო 3 თვეში პროდუქტი საშუალოდ 1 ლარით გააძვირა. ამ გადაწყვეტილების მიზანი თამბაქოს მოხმარების შემცირებაა. თუმცა მას შემდეგ, რაც მწვერვალებმა ალტერნატიულ გზას მიაგნეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და თამბაქოს კონტროლის ოფიცერი მწვერვალთა რაოდენობის შესამცირებლად გამოსავალს თუთუნზე აქციზის გადასახადის გაზრდასა და ადმინისტრირების გამკაცრებაში ხედავენ. დღეს როცა რეგულარული მწვერვალობის ასაკი ჩამოვიდა 13 წლამდე და მოსახლეობის 1/13 ეწევა მამაკაცების ნახევარზე მეტი, ეს არის სრული კატასტროფა, თამბაქოს ეპიდემია, ამიტომაც არის აუცილებელი სწორედ აქციზის მატება იმისათვის, რომ მოხდეს სწორედ შემცირება მწვერვალთა რიცხვის. მაგრამ ამას ეფექტი არ ექნება, თუ არ მოხდა ყველა პროდუქტზე თამბაქოსის შესაბამისი მატება. ეხლა ფილტრიანზე, უფილტროზე მოიმატა, რჩება ეხლა ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, გასახვევი თუთუნ, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოს უწევს რეკომენდაციას, რომ შეინარჩუნდეს მაღალი ფასები და მაღალი გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე და თანაბრად დაბეგროს ყველა თამბაქოს ნაწარმი. როგორც წესი, ქვეყნები ამ პოლიტიკას ატარებენ ერთობლივად, ერთიანად. ერთის მხრივ იმისათვის, რომ ეს იყოს ნაკლებად მტკივნეული და მეორეს მხრივ იმისათვის, რომ ეფექტი იყოს მაქსიმალური. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თამბაქოს შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა ხელისუფლების მოლოდინი არ გაამართლა, არც მოხმარება შეამცირა და მწვერვალები სხვა პროდუქტზე გადავიდნენ. პაატა ბაირახტარი ეკონომიკურ რისკებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მხოლოდ აქციზის გადასახადის მატება პრობლემას ვერ მოაგვარებს. საზოგადოებამ ეს ალტერნატივა თუთუნის სახით მოძებნა, მაგრამ ამის ფონზეც ძალიან მოძლავრებულია შავი ბაზარი. როდესაც ჩვენ ამ ალტერნატივასაც მოვსპობთ, ამ რეალობაში პრაქტიკულად ლეგალური პროდუქცია უკვე წინააღმდეგობას პრაქტიკულად ვეღარ გაუწევს არალეგალურ თამბაქოს. სპეციალისტების განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მოუწოდებს აქციზის ფასი გასახვევ თამბაქოზეც გაზარდოს. ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივით პარლამენტისთვის არ მიუმართავს. თუმცა როგორც მაჭავარიანის უწყებაში აცხადებენ, საქართველოში თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად გაგრძელდება.